15 იანვარს საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. გამოფრთხილებელი გაფიცვა 15 იანვარს 15 საათზე დაიწყება და 3 საათს გასტანს. გაფიცვის შესახებ დღეს ფლაიერები დარიგდა ქუთაისშიც. როგორც ირკვევა საყოველთაო გაფიცვა საქართველოში მოქმედი რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია უერთდება, მათ შორის ბანკებიც. 15-ში 15 საათზე პროტესტი გადადის ახალ ეტაპზე და მთელი საქართველო იფიცება. ქუთაისი, რა თქმა უნდა, თავის სიტყვას იტყვის ამ საერთო საყოველთაო გაფიცვაში. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ის სისასტიკე, ის ძალმომრეობა, რაც გუშინ და გუშინ წინ ტელევიზიის კადრებით ჩვენ ვიხილეთ რეჟიმისგან, არა მხოლოდ უშუალოდ მათზე აისახა, ვინც უშუალოდ ამ ძალმომრეობის მსხვერპლი იყო, არამედ თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ამ ყველაფერს. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიზნესის წარმომადგენლები, რესტორნები, კაფეები, ბარები, მაღაზიები გაიფიცნონ და ყველამ უთხრას უარი რეჟიმს. ჩვენ დღეს ავარიგეთ ქარვასლაში გარკვეული სახის საინფორმაციო ფლაიერები და რაც უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ ქუთაისის ბიზნესის წარმომადგენლებს, მით უფრო მეტ გაფიცულ ბიზნესის წარმომადგენელს ვიხილავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხვალდაზე ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი კონსოლიდაციით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა შევქმნათ დისკომფორტი აღნიშნულ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, დღის ყველა მონაკვეთში, ქუჩის ყველა ადგილზე საყოველთაო სახალხო გაფიცვა დიახ მასშტაბურად უნდა გაიშალოს. ავარიგეთ ფლაიერები 15 იანვარს 15 საათზე, ანუ დღის 3 საათზე აუცილებლად უნდა იყოს საყოველთაო გაფიცვა, უნდა იყოს ეს დისკომფორტის გამომხატველი მთავრობისთვის, რომ ჩვენი ხმა პროტესტი იყოს ყოველმხრივი, მრავალმხრივი, საზოგადოების ყველა ფენა მოიცვას, ესაა მხოლოდ და მხოლოდ მიზანი. ძალიან არ იმჩნევს ეს მთავრობა და ხელისუფლება დღევანდელ კრიზისს, თუმცა აუცილებლად უნდა გავაგებინოთ. მხოლოდ ეს იყო მიზანი, მეტი არაფერი. ყველა ვიცით რომ ოცნების 12 წლიანმა უნარო ბუნურმა უთაობოლო ოდისიამ შეგვიყვანა ჩიხში. ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის რიგარეში არჩევნები. იმისათვის რომ ამ მთავრობას, ეგრეთ წოდებულ მთავრობას ვაიძულოთ, რომ ჩაატაროს რიგარეში არჩევნები, აუცილებელია რაღაც ღონისძიებების რაღაც მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი და ვფიქრობთ, რომ მთელი საქართველო ერთიანდებით, რომ 15 იანვარს 15 საათზე ვიფიცებით 3 საათის განმავლობაში. ვთხოვთ ყველას შემოგვიერთდეს. გაფიცვა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველო წავიდეს ევროპისკენ და არა რუსეთისკენ და არ დავბრუნდეთ 90-იანებში. ყველამ უნდა ვეცადოთ, ყველამ უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში.